გამართლებული იქნება. რატო და უკვე გითხრა, ხოთ ახალი რაღაცაც უნდა შევიტანოთ შიგ თანამედროვე უფრო დახვეწილი, მაგრამ კარგი იყო, თაობები გაიზარდა მაგის, არაფერი დაშავებული. შთააგონებს მოსწავლეებს დედაენა. მამულის სიყვარულს, ქართველობას პირველ რიგში. არაფერს არ გამოიწვევს კარგის გარდა. აი რა შთააგონებს დედაენის სწავლება? დედაენის სწავლება შთააგონებს სამშობლოს სიყვარულს, ქართველობას, ენის სიყვარულს. კარგს ყველაფერს. ძალიან კარგი, უნდა ისწავლებოდეს ქართული ენა. ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს საქართველოში მაცხოვრებელმა ყველამ უნდა იცოდეს ქართული ენა. ქართული ენა ისწავლება. ენა ისწავლება, დედაენას უნდა იყოს, იმიტომ რომ ბავშვები უფრო ადვილად ითვისებენ. ბავშვებს ასოებს ასწავლის, საგნების მნიშვნელობას ასწავლის იქა. ქართული ენის სიყვარულს, სამშობლოს სიყვარულს, ყოველივე კარგს, რავი, მე ესე მგონია, რა ვიცი. უნდა ისწავლებოდეს აუცილებლად. უნდა დაბრუნდეს, რა თქმა უნდა. აი რა შთააგონებს დედაენა მოსწავლეებს? რავი, სამშობლოს სიყვარულს, ქართველობას, ადამიანობას, ყველაფერი აღწერილი. კარგს გამოიწვევს ყველაფერს ალბათ. თუმცა ფესერ გამოიწვევს. მით უმეტეს გორელებმა მაინც უნდა ვიცოდეს, რომ რაღაც გამოიწვევს. ხომ იმაზე ვარ კაზდილები რა. ძალიან კარგი იქნება. მართლაც კარგი იქნება. იმიტომ რომ არაფერს ჩვეულებრივ დედაენით ვსწავლობდით ჩვენ წლების უკან და დედაენა უფრო მიღებულია საქართველოში. იაკობ გოგებაშვილის დედაენა. სამშობლოს სიყვარულს და უფრო ვითარდება მაგითი ბავშვი და უფრო იგებს, აი უფრო ენერგებას სამშობლოს სიყვარული და რა ვიცი, ერთი სიტყვით რა, ყველანაირად კაია დედაენა. წუხდით რომ დედაენით არ იწყებდა ბავშვი სასწავლო წლის დაწყებას პირველი კლასი და ეს რო იყო ტელევიზიით რომ უნდა დედაენით იყოს სწავლება, რავი, მე ძალიან გამეხარდა, თუ ეს იქნება ძალიან სასიამოვნო იქნება. დედაენა მარტო ეს სახელი ქვია რომ დედაენის სწავლება იქნება. დედაენის, დედა სამშობლოში დედაენა არ უნდა იყოს. დედა საქართველოს რო გავიძახით და ქართველები ვართო ჯიხს ვიცემთ. აბა ილეცი ჯიღი და გითხრა შვილიშვილმა რომ პაპა რატო აკრძალე? რატო აკრძალე პაპა დედაენა? რა უფლება გქონდა? საქართველოს წინაშე და დიდი იაკობის წინაშე. რას შთააგონებს დედაენის სწავლება ახალგაზრდებს? ბავშვს კიდევ ერთხელ სამშობლოს სიყვარულს და ენის, მშობლიური ენის. ვესალმები მაგამ ბავშვს რომ დედაენა დაბრუნდეს სკოლებში. რატო? ნამდვილად. იმიტომ რომ ის დედაენა ჯობდა ეხლანდელ ქართულს. ბავშვებს უჭირთ ეხლანდელი პროგრამის შეიცავდა, იმიტომ. აი რას ასწავლის დედაენა, რა შთააგონებს? სამშობლოს სიყვარულს, საქართველოს სიყვარულს და ერთმანეთის სიყვარულს.